ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 28 მარტს დააკავეს სასამართლომ გირაოს სახით 20 დღის ვადაში 50,000 ამერიკული დოლარის გადახდა დააკისრა. მალხაზ ფარტენაძის ადვოკატი დალი ჭანიძე მაცნესთან საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის გადახდას ბრალდებულის ოჯახი უძრავი ქონების დაგირავებით შეძლებს, რის შემდეგაც ფარტენაძე გათავისუფლდება. მალხაზ ფარტენაძის დაკავების ფაქტს დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ ბოლქვაძე გამოეხმაურა და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ იგი კონკრეტულ პოზიციას მაშინ გააჟღერებს, როცა შესაბამისი სამსახურები დამატებით დეტალებს გაასაჯაროვებენ. ბრალი, რომელიც სამართალდამცავმა უწყებებმა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინეს, შეიცვალა და ქრთამის აღების ნაცვლად თაღლითობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა. შეგახსენებთ, რომ მალხაზ ფარტენაძეს უფლება მოსილება არ შეჩერებია და იგი მუშაობას გათავისუფლების შემდეგ გააგრძელებს. გონიოს ტერიტორია, რომელსაც ედავებოდა გამოძიება, ქთამის აღებისათვის არ შედიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციაში. გონიოს ტერიტორია უკვე დიდი ხანი არის ქალაქ ბათუმის ტერიტორიის შემადგენლობაში, ასევე ეს არის სახელმწიფო მიწისნაკვეთები და მასზე ვრცელდება მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია ვრცელდება. ამის შემდგომ გამოძიებელმა დამირეკა, რომ 7 საათისთვის იქნებოდა ბრალის წარდგენა. ბრალის წარდგენის დროს უკვე გამოძიების მიერ მოტანილი ბრალი იყო არა 338 სისხლსამართლოს კოდექსი, არამედ უკვე იყო გადაკვალიფიცირებული 180 მუხლის 19 მუხლის მესამე ნაწილი A, B ქვეპუნქტები, რაც ითვალისწინებს თაღლითობის ცდელობას. სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრება, არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და შეუფარდა გირაო 50,000 ლარის ოდენობით. მე ჭვიმეპარება, რომ მალხაზ ფარტენაძის რაიმე დოზიტაც მაინც ქონებოდა ხელმისაწვდომობა ქალაქის ტერიტორიაზე. ან აბსურდად ვიმაჩნია მე ეს ყველაფერი. მე შევაფასო, მე არა ვარ, ასე ვთქვათ, ზალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, ანუ მე არა ვარ სასამართლო და საჯული, როგორ შევაფასებ, როგორც შეაფასებს სასამართლო, არის ამის, ასე ვთქვათ, ორგანოები, იმის მიხედვით ვიმშელებთ ვერე ჩვენ.